ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უფრო დოკუმენტური თვალით შევხედე დათოსთან, ჩემთან ავტორთან ერთად ამ პრობლემას. და იმ მომენტში, როდესაც ამ ფილმს ვიღებდით, პროტესტი იყო პიკში. სახალხო პროტესტი, რაც არის ქვემოდან წამოსული და არა ზემოდან ნაკარნახევი, ყველა პროტესტი არის განსაკუთრებული. და ასეთი არის შუქრუთიც. რამდენიმე ადამიანი უკვე შიმშილობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. საბოლოო ჯამში მათ 42 დღე იშიმშილეს. არის სოფელი, რომელიც არის მთის თავზე, მთის ქვეშ თხრის კომპანია მარგანეცი. მთის თავზე ინგრევა სახლები. სახლები ეგრევათ ადამიანებს, რომ ის მათი საკუთრებაა და ისინი სანაცვლოდ არაფერს არ იღებენ. რო არა დამოუკიდებელი მედია, აგერ თბილისიდან 5 კილომეტრში მდებარე სოფლებიდანაც კი არის მის ადამიანების ხმები. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მხარდაჭერა, რომელიც მოდის დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნებიდან და რომ არა ეს დასავლური დახმარება დღეს ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია უბრალოდ ვერ იარსებებდა. ძალიან თვალსაჩინოა, რამხელა პრობლემას მქმნის დამოუკიდებელი და მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკა მთავრობას, იმიტომ რომ ხედავთ, რომ დღეს ამ დამოუკიდებელი მედია მთავრობას ყავს ამოღებული სამიზნეში. ეს პოზიცია ჩემი აზრით უბრალოდ ამას ეხმარება, რომ რაღაც მეტ მოტივაციას გვძენს, რომ გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც ვაკეთებთ.